რომ გააუქმა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და ამ რეგიონებთან ეგრეთ წოდებული დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლება უკვე ოფიციალურად ადასტურებს, შესაბამისი განცხადება ნაურუს მხრიდან რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და იმოდით პირველ რიგში ამ ამბავზე ვისაუბროთ. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან აღიარება არც არასდროს ქონია და იწლების წინ რუსეთმა მხოლოდ ამ ტიპის ქვეყნების გადაბირება შეძლო, თუმცა ახლა რასაც ხედავთ, მათ ნაწილსაც უკან მიაქვს წლების წინ მიღებული გაწყვეტილება. შესაბამისად გვითხარით, ვის უნდა გადაუხადოთ მადლობა. ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგი თუ ევროპა-ამერიკის მუშაობის შედეგი, იმიტომ რომ აქაც ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს ვისმენთ. ერთი მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ ეს არის სწორედ ქართული დიპლომატიის დაუღალავი მუშაობის დამსახურება. ოპოზიციაში კი ვისმენთ, რომ თუ კი ვინმე ამ კუთხით რამე სამუშაო გასწია ნაურუსთან, ეს არის ამერიკელი და ევროპული დიპლომატია. აი ვინ და რამ წააღებინა ნაურუს უკან წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება. საღამოშიდობის უნივერსალები თქვენს მაყურებელს. არაღიარების პოლიტიკას პირველ რიგში იმთავითვე აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი, იმიტომ რომ თავისთავად რეგიონების აღიარება როცა მოხდა უკანონოდ რუსეთის მხრიდან, ეს იყო უშუალო შედეგი რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა, რომელთაც რუსეთი ჯერ კიდევ ვიდრე ის საერთაშორისო ურთიერთობებში მეტნაკლები ძალაუფლებით თუ ძალის პოზიციიდან პოზიციონირებდა, მან ცადადა ფაქტების შექმნა იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს ტერიტორიები სავაჭრო ბერკეტი ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის ხელში საერთაშორისო პარტნიორებთან და ამავდროულად საქართველოს და თბილისს თუ ეყოლებოდა სუვერენული და დამოუკიდებელი ხელისუფალი, ის ყოფილიყო მოწყვლადი, იმიტომ რომ მას მისი სუვერენიტეტი დე-ფაქტო ვერ გავრცელდებოდა და ამავდროულად საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეულწილად დე-იურეც შეფერხება ექნებოდა. ეს იყო იმთავითო რუსეთის ამოცანა და არაღიარების პოლიტიკა სწორედ ამ მიზნებით იყო განპირობებული. არაღიარების პოლიტიკა, რომ წარმატებული იყო, არის ქართული სახელმწიფოს დამსახურება და ქართული სახელმწიფოს დამსახურებაა და იმ სახელმწიფო მოხელეების დამსახურება, რომლებიც წლების მანძილზე დაუღალავი შრომა გასწიეს, მართლაც იმისთვის, რომ საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს და არც ერთ დედაქალაქს ეს აღიარება არ მიიღო მოცემულობად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საკმაოდ დიდ ძალისხმევას იღებდა და ამავდროულად თავად რუსეთი საკმაოდ ყარად იდგა თავის გეოპოლიტიკურ კონტექსტში და თავის პოზიციებზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო რუსეთთან მიმართებით რა პოლიტიკა ეწარმოებინა და ასევე მცდელობა ჰქონდა, რომ საქართველოს რაღაცნაირად შეეფუთა ისე თითქოს როგორც იყო ის თანამონაწილე და არა როგორც მსხვერპლი ამ შემთხვევაში. მაშინ არაღიარების პოლიტიკის წარმატება ნამდვილად განაპირობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო მუშაობასა და სახელმწიფო პოლიტიკამ, რომელიც მაშინ წარმოადგენდა ქვეყანას. რაც შეეხება დღევანდელი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხო, თქვენ წლების წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყავით, შესაბამისად მართლა საინტერესოა, როგორ გამოიყურება დღევანდელი საგარეო საქმეთა უწყება და აი დაარქვით სახელი იმ ფერის ცვალებას, რომელსაც თქვენ ხედავთ ამ სამინისტროში. ხო, სამინისტროში არ არის ფერის ცვალება, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად არ გვყავს, ეს არ არის დიპლომატიური სამსახური, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს, ეს არ არის საერთოდ არ არის დიპლომატიური სამსახური, დიპლომატიური ურთიერთობები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ყველაზე გვიან 2024 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაცია ბოლომდე არ არის აღიარებული ცივილიზებული სამყაროს ფარგლებში, დიპლომატიური ურთიერთობები არის გაყინული. ჩვენ დიპლომატებს საერთაშორისო მისიებში არავინ არ ხვდება, არავინ არ იწვევს, არავინ გამარჯვებას არ ეუბნება, არავინ საქმეზე არ ესაუბრება და არავინ მათთან ერთად საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის საქართველოს პოლიტიკას არ განსაზღვრავს. მათი მოსაზრება არ არის საინტერესო, ისინი იღებენ მხოლოდ საყვედურებს, კრიტიკას და მითითებებს, როგორ შეიძლება სამომავლოდ მოიქცნენ და არიან რაღაც დასჯილი ოროსანი ბავშვებივით მიყუდებული კუთხეში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ვინმე პატივი დადო და სადმე მიიწვია ან გამარჯობა უთხრა.
მაგრამ დიპლომატიური სამსახური პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. ეს არის რაღაც ნოტარიულ ბიუროდ ქცეული უწყება, რომელიც მუშაობს მხოლოდ ისეთ დავალებებზე, რომელიც შედის ივანიშვილის ინტერესებში. ეს არის ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, ეს არის ივანიშვილის ინტერესების ლობირება საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს არის მისი პირადი ფინანსური კეთილდღეობის ლობირება, სანქციებისთვის თავის არიდებისგან რაღაც იმ კონტექსტის შექმნა თითქოს საქართველოს აქ არაფერ შუაშია და უშუალოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობა, რაც არის ერთი ადამიანის ინტერესების გარშემო, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო არც ერთ ინსტიტუტს. ისევ არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში ჩაგეკითხებით, აი ახლა უკვე სირიის და ვენესუელას მიერ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება ამოცანა და უკვე გვესმის კიდეც განცხადებები, რომ აი ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან ასადის ხელისუფლების მიერ მიღებული გაწყვეტილების გაუქმების საკითხზე სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან მუშაობა დაიწყოს, თუმცა ახლა ამ ფონზე ძალიან დაძაბულია ხო ურთიერთობა ქართული ოცნების ხელისუფლების ბრიუსელთან, ისე როგორც ამერიკელებთანაც ჯერ კიდევ არ არსებულია, დაძაბული კი არ არის, არ არსებულია. ხო, აი ამ ფონზე მაშინ აი ეს გარემოება რამდენად ამოხრუჭებს, ასე ვთქვათ, ამ სირიასთან უკვე არა მხოლოდ ამოხრუჭებს, არამედ რა თქმა უნდა, ნაწილში ხო აი პროგრესის მიღწევას და ზოგადად აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში დასავლელ პარტნიორებთან კარგად ყოფნას. გამსაზღვრელი და გადამწყვეტი. იმიტომ რომ საქართველოს იმ პირობებშიც კი, როდესაც ის არის შემდგარი ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეუძლია საკუთარი პოზიციების თამამად დაცვა, მაშინაც კი მას სჭირდება ძლიერი მოკავშირეები დასავლეთიდან. იმიტომ რომ საქართველოს რომ დამოუკიდებლად კონდეს იმის რესურსი, რომ თლიანად მხოლოდ თავისი რესურსით გავიდოს სამშვიდობოს, მაშინ საერთოდ არ დადგებოდა დღის წესრიგში აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ უნდა რამე ეკონომიკური ბლოკის წევრი ვიყოთ, ან რამე უსაფრთხოების დიდი ალიანსის წევრი ვიყოთ. მაგრამ ამის ფუფუნება აქვთ მსოფლიოში ერთეულ სახელმწიფოებს და ისიც დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებში და რაღაც გლობალიზაციის ამ ეტაპზე, რომელზეც სამყარო იმყოფება, პრაქტიკულად სახელმწიფოებს იმის ფუფუნება აღარ აქვთ, რომ მხოლოდ დამოუკიდებლად და საკუთარი რესურსების იმედად და ხარჯზე იყვნენ. მით უმეტეს არ აქვს ისეთ სახელმწიფოს, როგორიც არის საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად ძალიან მოწყვლად არეალში იმყოფება და რომლის რესურსებიც ფუნდამენტურად შეზღუდულია, მაშინაც კი, როდესაც ის პოლიტიკურად შესაძლოა ძლიერი იყოს. დღევანდელ ვითარებაში საქართველოს არ თუ პოლიტიკურად ძლიერი არ არის, საქართველოს არ ყავს მართველი რგოლი, რომელიც გაწყვეტილებებს იღებს სახელმწიფოს ინტერესებში, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია და რომელიც მოქმედებს ქართული ხალხის დავალებით სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ გვყავს რაღაც ერთეული, რომელიც პირდაპირ იმართება მოსკოვიდან, რომელსაც საერთოდ არ აქვს მოქმედების დამოუკიდებლობა საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ მთლიანად დამოკიდებულია საგარეო ინსტრუქციებზე და მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რას გადაუწყვიტავს მტერი ამ ქვეყანას, რა ბედს განუსაზღვრავს, რომ იმის მიხედვით იმოქმედა. არაღიარების პოლიტიკაში იქნება ეს ნაურუ თუ სირია, რასაკვირველია, მაკაბოჭორიშვილს არავინ არ მოусმენს, არავის არ დააინტერესებს მისი აზრი, არც არავინ არ შეხვდება და მით უმეტეს არ დაეთანხმებიან, რომ კარგი ახლა უკან წავიღებთ ჩვენს აღიარებას. აქ გამსაზღვრელი კონტექსტი არის ის, რომ რუსეთის უსტდება და ამას ხედავს მსოფლიო. მათ შორის ხედავენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც თავის დროზე რუსეთი მოიაზრეს როგორც მოკავშირე, მაგრამ ახლა ამის საჭიროებების გადახედვა მიმდინარეობს, იმიტომ რომ რუსეთს ფუნდამენტური პრობლემები აქვს და ეს არის გრძელვადიანი პრობლემები, რომელსაც მათ შორის ისეთი ქვეყნების მეთაურები, როგორც არის ნაურუ თუ სირია, ამას ხედავენ და ამიტომ ცდილობენ დასავლეთთან განსხვავებული ურთიერთობების წარმოქმნა. ვაშინგტონსა და ბრიუსელთან ურთიერთობაზეც მინდა მოვასწროთ საუბარი, აი პირველ რიგში კი ვაშინგტონი მით უფრო რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მწვავე პოზიციას აფიქსირებს იმ ყველაფერზე, რა სურათიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. მხედველობაში მაქვს ის კომენტარი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოუგზავნა რადიო თავისუფლებას საელჩო სოციალურ ქსელში სტატუსის გამო ჟურნალისტ ვახოს
ანაიას ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას ეხმაურება და როგორც აცხადებს ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულების მქონე ადამიანების ხმით ჩასახშობად ეს მოკლედ ამონარიდი საელჩოს საკმაოდ ცელი პოზიციიდან. აი რა სიტყვით რიგი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართული ოცნების გაფრთხილება, რასაც მალე შესაძლოა წითელი ბარათი მოხვდეს. აი როგორ უნდა გავიგოთ ვაშინგტონის მხრიდან ტონის გამკაცრება, იმიტომ რომ ბრიუსელისგან განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ხელისუფლებისგან მაინდა-მაინც არ ვართ მიჩვეული ქართული ოცნების მისამართით ხმაურიან განცხადებებს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ. ხო, აქ რამდენიმე რაღაცა არის გასათვალისწინებელი. თავისთავად ამ განცხადების შინაარსი არავისთვის გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი მოკავშირეები და ამ ქვეყნის გულშემატკივრები ყველა არადემოკრატიულ ნაბიჯს მყისიერად ეხმიანებიან და ბუნებრივია, რომ ჟურნალისტის დაკავება და მით უმეტეს დაპატიმრება საჯაროდ გამოთქმული პოზიციის გამო, რასაკვირველია, თეორიულ ზღვარსაც კი სცილდება, რაც შეიძლება რომ დემოკრატიულმა სამყარომ წარმოიდგინოს. ამიტომ თვითონ შინაარსი გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია ის, რომ განცხადებას აკეთებს საელჩო, რომელსაც ჯერ ოფიციალურად ახალი წარმომადგენელი არ ყავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის განცხადება, რომელიც პირდაპირ ვაშინგტონიდან არის ნაკარნახები, ეს არ არის ადგილზე დამოუკიდებლად, სპორადულად ან თუნდაც სიტუაციურად მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ეს არის მიზანმიმართული განცხადება, რომელიც სწორედ ამ მომენტისთვის შეირჩა და ჩემი აზრით ეს მინიმუმ გამორიცხავს ყველა თეორიულ შესაძლებლობას თუ ვარაუდს თუ სპეკულაციას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციასთან რაღაც ტიპის პოზიტიურ დიალოგს აწარმოებს. ეს პირდაპირ განაცხადია და პირდაპირ გვეუბნება საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ არანაირ კულუარულ მოლაპარაკებებში ივანიშვილთან არა ვართ, რომელიც შესაძლოა ან მის ლეგიტიმაციას ემსახურებოდეს, ან ქართული ოცნების აღიარებას ემსახურებოდეს, ან იმ ქმედებებზე თვალის დახუჭვას ემსახურებოდეს, რომელსაც ქართული ოცნება საქართველოში ახორციელებს. მათ ისინი გამოეხმაურენ ვახოს ანაიას დაკავებას, ისინი გამოეხმაურენ ვახოს ანაიას დაკავების საბაბს და ამავდროულად გამოეხმაურენ პრაქტიკულად ყველა იმ მიმდინარე მოვლენას, რომელიც ბოლო დღეებში განხორციელდა, რომელიც არა მხოლოდ საგანგაშოა, არამედ ვაშინგტონმა ამ წუთას საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს ქართულ ოცნებას ამ ფორმით და საჯარო ფორმით უთხრას. მათ შეეძლოთ სხვანაირად ეთქვათ. კეთილი. ამ კვირაში ევროკავშირის შესახებ შალვა ბოშურის მორიგი განცხადებაც არის მწვავე შეფასებების საგანი და ამიტომ მოდით ახლა ბრიუსელშიც გადმოვინაცვლოთ. პარლამენტის თავმჯდომარეს არასამართლიანად მიაჩნია გერმანიის ინიციატივა კონსენსუსის პრინციპთან დაკავშირებული მიდგომა შეიცვალოს და ახალ წევრებს გარკვეული უფლებები შეეზღუდოს. ამის გათვალისწინებით შალვა ბოშური ფიქრობს, რომ ქრება ევროკავშირში წევრობის პოლიტიკური ხიბლი და მეტიც ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება, ამბობს შალვა პაპუაშვილი. აი რისთვის უნდა ვიყოთ მზად, რას მოასწავებს მოხშირებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი ცუდია და ასეთი ევროკავშირი არ გვინდა. აქაც შეფასებისას უნდა კონტექსტიდან ამოვიდეთ, ხო? ვინაიდან პრაქტიკულად ყველამ ვიცით, რომ შალვა პაპუაშვილი თავისთავად არც არაფერს წარმოადგენს და არც არანაირ პოზიციებს არ აყალიბებს რაიმე პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით, ისევ და ისევ მივდივართ იმასთან, რომ ახლა მაშინ, როდესაც რუსეთს გაუჭირდა უკრაინის ფრონტზე, ის გამალებით ცდილობს ჯერ კიდევ თავის მოკავშირე რეჟიმებთან მიაღწიოს და მიაღწიოს კონკრეტულ რაღაც წინსვლით შედეგებს და შექმნას ისეთი ფაქტები, რომელიც მას შემდგომ შესაძლებლობას მიცემს დასავლეთთან ივაჭროს, მას შემდეგ რაც ის რაღაცნაირად ეცდება, რომ უკრაინის ომის დასრულება ისე გააფორმოს, რომ სახე შეინარჩუნოს. საქართველოსთან მიმართებით ასეთ ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ მისმა დასმულმა რეჟიმმა ფორმალურადაც უარი თქვას ევროკავშირზე. აქამდე თუ საუბარი იყო მხოლოდ იმაზე,
რომ მოდი ჩვენ ლეგიტიმაციისთვის მაინც შევინარჩუნებთ პროევროპულ კურსს, მაგრამ უბრალოდ ფაქტობრივად ამისგან დისტანცირდებით, ახლა უკვე მათ მიიღეს ინსტრუქცია, რომ დროა ფორმალიზება მოხდეს ამ პროცესის და რეალური საუბარი დაიწყოს იმაზე, რომ საქართველოს უარი თქვას ევროკავშირზე იმისთვის, რომ ეს პროცესი გაიყინოს ფორმალურადაც. რომ ევროკავშირის საფუძველიც აღარ ქონდეს საიმისოდ, რომ საქართველოს მოექცეს როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას და როგორც ჯერ კიდევ ფორმალურად ასოცირების პროცესში პარტნიორებს უნდა რომ პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ევროკავშირის მიღმა დარჩენა და ამიტომ მინდა რომ ახლა ამის საწინააღმდეგო არგუმენტებზე ვისაუბროთ, ანუ რას დაკარგავს საქართველოს ევროკავშირის მიღმა დარჩენით და რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამ სივრცეში ინტეგრაცია ეს რომ ახსნათ ჩვენი კიდევ ერთხელ, ანუ ეს პაპუაშვილს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლად, უბრალოდ მისი გადასაწყვეტი ეს არ არის, რაც იტყვის საბოლოო ჯამში, მაგრამ თუ ჩვენ ამას მივუდგებით სახელმწიფოებრივი პოზიციიდან, მაშინ საქართველოს სწორედ იმიტომ, რომ ის არის პატარა სახელმწიფო, სწორედ იმიტომ, რომ ის არის გეოგრაფიულად მოწყვლად რეგიონში, სწორედ იმიტომ, რომ მას არ აქვს თვითკმარი ეკონომიკა და დამოუკიდებელი სამხედრო რესურსი იმისათვის, რომ მან თვითონ შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა და საკუთარი სუვერენიტეტის დამოუკიდებლად შენარჩუნება, ის ირჩევს ალიანსის საგარეო პოლიტიკას, ანუ ის ირჩევს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ის ეძებს თავის ბუნებრივ ძლიერ მოკავშირეებს, რომლებიც შეძლებენ მისი ინტერესების, მისი ეკონომიკური განვითარების და მისი უსაფრთხოების ინტერესების დაცვას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ მომავალში სრულფასოვანი დამოუკიდებელი და მშვიდობიანი განვითარება შეძლოს. ამაზე დგას საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ამიტომ არის, რომ დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორად განსაზღვრა პროდასავლური, პროევროპული და ევროატლანტიკური კურსი, არა იმიტომ, რომ ეს რაღაც თვითმიზანია ან პანაცეა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს იმ მოცემულობაში, როგორშიც ეს იმყოფება, მას სხვა გადარჩენის რესურსი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაიპყრობს მტერი და გაანადგურებს მის სახელმწიფოებრიობას. პრაგმატული არჩევანი არის, რომ მონახო ძლიერი მოკავშირე, რომელიც შენს სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფაში დაგეხმარება და ასეთი საქართველოს მონახა ევროკავშირი და ევროატლანტიკური უშუალოდ ჩაუპაპაშვილთან დაკავშირებით ჩაგკითხებით და დავასრულოთ. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არის ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიაში შაუპაპაშვილი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე აქტიური ხარ. ბრიუსელის კრიტიკას, რა თქმა უნდა, მართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც არ ერიდებიან, თუმცა შაუპაპაშვილი მაინც კრიტიკოსთა შორის ყველაზე მწვავეა, ალბათ შეიძლება ამ გაცხადების გაკეთება. აი ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? რთული სათქმელია. იქ მოლაპარაკე თავები იცვლებიან ხოლმე, ჩემი დაკვირვებით ბოლო 14 წლის მანძილზე და ასევე ყველას აქვს რაღაც თავისი როლი. ვიღაცა არის გამოკვეთილად ჯამბაზი, როგორც არის მაგალითად ზარქუა, ვიღაცა არის რაღაც დამრტყმელი ძალა, როგორიც არის ეს სამხარაძე თუ რა ვიცი რა ქვია და მე ყავთ ასე რაღაცნაირად ნახევრად ინტელექტუალები, რომლებსაც აქვს დასავლური დიპლომი და თითქოს ასაუბრებენ თავის ენაზე იმ ხალხს, ვინც დასავლური წიაღიდან წამოვიდა და ალბათ ამ ნიშნით შეერჩა პაპუაშვილი. არ გამოურიცხავარც იმას, რომ ის თვით ინიციატივასაც ნებაყოფლობით იჩენს და ცდილობს, რომ თავი გამოიჩინოს მეფის კარზე მაქსიმალურად რადიკალურად და მოაწონოს თავი თავის პოზიციაზე. რა როლი აქვს მაშინ ესეც გითხარით და მამუკანდინარაძესაც ჰქონდა ეს როლი, მამუკანდინარაძესაც ჰქონდა ასეთივე დეზინფორმაციის გამავრცელებელი მოლაპარაკე თავი იყო, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ხან ხუმრობდა და ხან დასცინოდა და ეგონა რომ დიდხანს შეინარჩუნებდა ამით თავის პოპულარობას მეფის კარზე, მაგრამ ამ წლებმა თუ რამე გვაჩვენა არის ის, რომ ივანიშვილის ორბიტაზე არავინ არ არის მარადიული და მას როდის რა წამოუვლის და ვის მიმართ რა განწყობები შეეცვლება ამის წინასწარ განსაზღვრა არავის არ შეუძლია და ვერავინ ვერ მოაწონებს მას დიდხანს და სრულფასოვნად თავს იმისთვის, რომ მან ვიღაცა არ მოიძულოს. დინარაძემ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა დააშავა, რა შეეშალა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სამაგალითოდ ამცირებს. იმ პირობებშიც კი, როდესაც ის ასევე სამაგალითო შემსრულებელი იყო ყველაფრის და ყველაფერზე ხელმომწერი, რისი კადრებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, ის მისი გუნდის წინაშეც კი სამაგალითოდ ამცირებს დინარაძეს და ამისთვის
ივანიშვილს აუცილებლად რაღაც სუბიექტური მიზეზი ექნება. კეთილი ქავტონინო, მადლობა სტუმრობისთვის, თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის, დაგემშვიდობებით. ნინო კალანდაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ის იყო დღეისთვის ბოლო სტუმარი, შესაბამისად თავისუფალი სტუდია ამით დასრულებულია. ერთმანეთს ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.